მხედრობა ჭეშმარიტი ღმერთ შემოსილო ზესტად სათამხედართ მთავრისა და მეუფისა ბრწყინვალედ მოიგე თეოდორი. რამე თუ ჯაჭ პურის არწმუნოებისა შეიჭურვე გონიერებით და მოსრე ეშმაკთა ბანაკი და ძლევა შემოსილად მოღვაწედ გამოსჩნდი. ამისთვის მარადის გნადრით მორწმუნენი. ამინ. დღეს ახალი სტილით 21 თებერვალს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებს წმინდა დიდმოწამე თეოდორე სტრატილოც, წმინდა წინასწარმეტყველ ზაქარიას, მანგლის მხილველს და წმინდა საბა მეორეს, სერბელ მთავარ ეპისკოპოსს. წმინდა მოწამე თეოდორე ქალაქ ევქაიტში ცხოვრობდა. უფლისაგან მრავალგვარი ნიჭი და შესანიშნავი გარეგნობა ჰქონდა მიმოდლებული. ერთხელ მან ღვთისშემწეობით მოკლა უბსკრულში დაბუდებული უზარმაზარი გველი, რომელიც ადამიანებს მდგავდა. საოცარი სიმამაცისთვის ჭაბუკი თეოდორე ქალაქ ჰერაკლიის სტრატილოტად დანიშნეს. იგი თავის წარმართ მეომრებს ჭეშმარიტ სარწმუნოებას უქადაგებდა და ღვთივსათნო ცხოვრების მაგალითს თავადაძლევდა ყველას. უამრავი უსჯელო მოაქცია მისმა სიტყვებმა. მალე თითქმის მთელი ჰერაკლია გაქრისტიანდა. ეს ვერ აიტანა ქრისტიანობის მტერმა იმპერატორმა ლეკინიუსმა და მორწმუნეთა სასტიკი დევნა დაიწყო. ტყვეებს შორის აღმოჩნდა ნეტარი თეოდორიც, რომელმაც უამრავი კერპი უშიშრად შემუსრა და ამით პასუხი გასცა უჯულოთა მოთხოვნას და ეტევებინა ქრისტიანობა. გულგანძვინებულმა იმპერატორმა შეიპყრო მარტვილი და ბრძანა სასტიკად ეწამებინათ. საშინლად ნაგვემი ყმაწვილი ბოლოს ჯვარზე მიამსჯვალეს, მაგრამ უფალ სურდა თავისი რჩეულის გარდაცვალება სასწაულებრივი ყოფილიყო. ამიტომაც წყულები დაუამა და ჯვრიდან გარდამოხსნა იგი. ამის მხილველმა მეფის მეომრებმა ირწმუნეს ჭეშმარიტი ღმერთი და მოინათლნენ. წმინდა ჭაბუკს არ სურდა თავიდან აეცილებინა მოწამეობრივი სიკვდილი და საკუთარი ნებით ჩაბარდა ლიკინიუსს, ვისი ბრძანებითაც წმინდა დიდმოწამე თეოდორეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 319 წელს. დღესვე აღესრულება ხსენება ძველი აღთქმის წინასწარმეტყველისა წმინდა ზაქარიასი, რომელიც 12 მცირე წინასწარმეტყველთა შორისაა. ჯერ კიდევ ჭაბუკს მოუწოდა უფალმა იმ დიდი ღვაწლისაკენ, რასაც წინასწარმეტყველება ჰქვია. იუდეველების ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ უფალმა მათი სარწმუნოების განსაცხოვებლად თავისი ორი რჩეული ანგია და ზაქარია დაადგინა. ზაქარია წინასწარმეტყველის წიგნში განცხადებულია მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების უკანასკნელი ჟამი. მისი დიდებით შესვლა იერუსალიმში, 30 ვერცხლად გაყიდვა, მოციქულთა გაფანტვა გეცემანიის ბაღში, მზის დაბნელება მაცხოვრის ჯვარზე ვნების დროს. და იყოს მას დღესა შინა ნათელი და ნეფხვეი, იყოს ერთსა დღესა და დღე იგი ეცნობოს უფალსა. და არა დღე და არა ღამე, და სამწუხროდ იყოს ნათელი. კითხულობთ მის წინასწარმეტყველებაში. გადმოცემის მიხედვით წმინდა ზაქარიამ ღრმა მოხუცებულობამდე იცხოვრა. ის თავის თანამოსაგრე ანგიასთან ერთად იერუსალიმის მახლობლად დაგრძელეს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეოხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ.